მართალი რომ გითხრა, მე მაინტერესებს როგორ მოვედით აქამდე, რომ რუსი არ მაინტერესებს ეროვნება, რუსეთის მოქალაქეები აქ ჩამოდიან, რუსთაველზე მაგალითად გვიჩვენებენ შუა თითებს, რაღაც შეურაცხყოფელი ჟესტებით და შეურაცხყოფელი ლექსიკით მოგმართავენ. რაღაც პრეტენზიებს გვიყენებენ, შემდეგ ქორწილში რაღაც წყალს ასხამენ, ზემოდან აყენებენ შეურაცხყოფას, ჩემის აზრით მთლიანად ჩვენს ქვეყანას და ჩვენ იმაზე უნდა ვიმსჯელოთ თურმე, რომ ძალადობა ეს გმობთ თუ არ გმობთ ძალადობას. ღმერთო ანუ იმის მაგვირად რომ იმაზე ვილაპარაკოთ რომ როგორ გვიბედავენ ასეთ ქცევას ჩვენს ქვეყანაში ეს მართლა სლენგი უნდა ბომჟები როგორ გვიბედავენ რომ ასე ზემოდან დაგვწკერიან და მოითხოვენ რუსულად გველაპარაკეთ და ნუ მაწუხებ და ნუ ხმაურობ და აი ამას რომ გვიბედავენ და შუა რუსთაველზე რომ გაიარა იმ მანქანამ და შუათიც რომ გვიჩვენებ და ამის მერე იმაზე ვილაპარაკოთ მოგვეწონა თუ არ მოგვეწონა ამ კაცის ქმედება. ეს მართლა წარმოუდგენელია, იმიტომ რომ ჩვენ რომ გვანახონ მაგალითად კონკრეტული რუსი პილოტი როგორ კვდება, როგორ ვარდება თქვათ ძირს იშლება ნაწილებად ან თქვათ ის ტანკერი რო ფეთქდება იქ კონკრეტულად როგორ ზიანდებიან ადამიანები ესეც არ იქნება ლამაზი, ხო? და ეხლა დავგმოთ, მოდი, ძალადობა უკრაინული დრონების მხრიდან, როგორ გაუნადგურეს იქ საწყობში მილიონობით ღირებულების. რუსეთი არის აგრესორი. ეს ქცევაც რუსი ეგრეთ წოდებული ტურისტების მხრიდან არის აგრესია და რა იწვევს ამ აგრესიას? ამ აგრესიას იწვევს სწორედ ის, რომ მათ ისინი ვერ შეგვებიან იმას, რომ საქართველოს ხელიდან გაექცათ. თორე საბჭოთა კავშირში ეგრე არ იქცეოდნენ სხვათა შორის მე ახლა ძალიან საკმაოდ დიდი დრო ვიცხოვრე საბჭოთა საქართველოში, ჯერ ვინ გააბედინებდა, რომ ასე ქორწილში თავზე დაესხათ. კი, სხვა კონტექსტი იყო, რომ მაინც თავის იმათ მივაჩნდით და უკვე დაპრობილიერი ვიყავით, მაგრამ დღეს იმიტომ არის სწორედ გაღიზიანებული, რომ ეს ხაჭაპური ხინკალის იქით ხედავს ამ მიუღებლობას და მართალი რომ გითხრათ, გარდა ხელისუფლებისა, რომელიც ყველანაირად უწყობს ხელს მათ შემოდინებას, მათ ასე ვთქვათ, პოლიცია იცავს, განარიდებს და ასე შემდეგ. გარდა მაგისა ძალიან დიდი წვლილი აი ამათ გათავხედებაში შეაქვთ იმ ბიზნესებს, იმ ადამიანებს, რომლებიც ესე რევერანსებით ხვდებიან, ელაპარაკებიან რუსულად, ემსახურებიან რუსულად, აკვრევინებენ რუსულ მუსიკას თავიანთ რესტორნებში და ასე ვთქვათ, უქმნიან აი ამ რაღაც გარემოს. ეს არის ერის ღირსება, რომ შენ ის იმ სახელმწიფოს მოქალაქე, რომლის ჯარი 40 კილომეტრში გიდგას და რომელმაც აქედან ტუალეტები გახვეტა. შენ და ანწუხელიძე მოგვიკლა და შინდისის გმირები მოგვიკლა, აი აგერ რამდენიმე წლის წინ. შენ იმას რუსული მუსიკა არ აკვრევინო. იმიტომ არიან გათავხედებული, იმიტომ რომ მხარდაჭერას გრძნობენ როგორც რეჟიმის მხრიდან, ასევე იმ ლაჩარი პირდაპირ ვიტყვი მოქალაქეების მხრიდან, რომლებიც მათ ასეთი აი როგორ თქვა სიმდაბლით ემსახურებიან.